დღეს ჩვენ საქმე მოციქულთას მე-18 თავი უნდა წავიკითხოთ. ამისა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთად. გახსოვთ მე-17 თავში თუ საუბარი იყო პავლე მოციქულის ქადაგებაზე, როდესაც არიოპაგში მოაქცია დიონისე და დედაკაცი სახელად თამარის, ხო გახსოვთ? რა იქიდან წამოსვლის შემდეგ მიდის კორინთში. კორინთო იყო და არის უძველესი ქალაქი, ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც ახლა ანტიკური დროიდან შემორჩა დღევანდელ დღემდე. ძველად, როდესაც ქალაქს არსებდნენ თუ სოფელს არ აქვს მნიშვნელობა, სპეციალურად სტრატეგიულ ადგილს შეარჩევდნენ ხოლმე, ანუ ისეთ აუცილებელი ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება რა. კორინთი ძალიან ხელსაყრელ ადგილზეა თურმე, რომელიც სამწუხაროდ ნაყოფი არა ვარ. შეიძლება თქვენთაგანია რომელიმე ეს იყო უძველესი ქალაქი, სადაც იყო განვითარებული ვაჭრობა, საზღვაო პორტიც იყო. მოკლედ ყველაფერი მახასიათებელი ჰქონდა, რომ მაშინდელ ეპოქაში მეგაპოლისად წოდებული იყო. ერთ-ერთი ძლიერი ქალაქი იყო, სადაც განვითარებული იყო მაშინდელი თვალსაზრისით ყველა მეცნიერება იქნება ესასწავლო თვალსაზრისით, ვაჭრობა და ასე შემდეგ. ну, შესაბამისად, ასეთ განვითარებულ ქალაქს თანახმდა თავის უარყოფითი მხარეები. დღეს როგორც მეგაპოლისია, ადვილად ხელმისაწვდომია განათლება, იქ მომსახურება, ასევე ცოდვაში ჩავარდნის ალბათობაც უფრო მეტად იზრდება, ასევე იყო კორინთი. კორინთო იყო უძველესი მხარის აქაიას დედაქალაქი. ანუ დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი. მიდის პავლე იქ და რისთვის მიდის? იმ ვალდებულების ასასრულებლად, რავალდებულებაც დააკისრა ქრისტემ თავის მოციქულებს. მათი სახარების ბოლოს რა წერია, მთავარი მოვალეობა სასულიერო პირის რა არის, რომ წავდით და მოიმოწაფეთ ყველა წარმართი, ანუ მღვდლის სასულიერო პირის პირველი და აუცილებელი ვალდებულება არის, რომ მან საქმით და სიტყვით უნდა იკადროს ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და პავლე მოციქული ერთ-ერთი გამორჩეული თუ ყველაზე გამორჩეული არის მოციქულთა შორის, რა თქმა უნდა ღვთისმურთლობას ასრულებდა და საკადაგებლად მიდის კორინთოში. და პო ვინმე ხურია სახელით აკვილა პონტუელი ნათესავით, რამეთო მაშინ მოდე მოსულიყო იგი აქაიაით და პრისკილა, ცოლი მისი, რამეთო ებრძანა კლაუდის კეისარსა განშორებად ყოველი ხურიანი ხრომით მოვიდა მათა. ანუ შეხვდა ცოლ-ქმარს აკვილას და პრისკილას და ისინი წამოსული იყვნენ რომიდან. რატო იყვნენ წამოსული რომიდან? რომის მოქალაქეები იყვნენ, რომში მაცხოვრებელი, მაგრამ კლაუდიუსი იყო ესეთი კლაუდი კეისარი, რომელსაც გამოცა ბრძანება, რომ ებრაელებმა დატოვოს რომი. იმიტომ რომ რომაელებმა ერთხელ ესეთი მომენტი იყო, გამოყარეს ებრაელები, მოკლედ ანტისემიტური მოძრაობა ახასიათებდა კაცობრიობას, ებრაელების მიმართ ნეგატიურად იყვნენ გაწყობილი სხვადასხვა ერები და ქვეყნები, ერთადერთი ქვეყანა, სადაც ებრაელები არასდროს არ უდევნიათ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ ეს და სიამაყით ჩვენ წინაპრებს არასდროს არ უდევნიათ ებრაელები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტეს ეკლესიაში საქართველოში შემოდიან ბაბილონის ტყვეობიდან. ბაბილონელებმა რო წაიღეს ტყვეეთ ებრაელები, ნაწილმა ებრაელებმა დატოვეს წმინდა მიწა და დასახლდნენ საქართველოში. და დღევანდელ დღემდე ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, ახლა ასე არის, სადაც ანტისემიტური რაღაც განწყობები არ ყოფილა და სახელმწიფოს არ უდევნია ებრაელები, აი იყო საქართველო და დანარჩენ მსოფლიოში პერიოდულად ებრაელების მიმართ დევნა იყო ხოლმე და დამახასიათებელი იყო კაცობრიობისთვის ახლა ეს სამწუხარო ამბავი და ასე მოხდა გამოყარეს ებრაელები და მათ შორის პრისკილა და აკვილა. და რატო მივიდა მათთან ჯერ ეგეთი, შემდეგ ირკვება საუბარიდან, რომ პავლე, პრისკილა და აკვილა მორწმუნე ადამიანები იყვნენ, თან მათ ერთი ხელობა ერთიანდება. და რამე თუ ერთი ხელოვნება იწოდეს იყოფოდეს მათთანა და იქმოდა რამე იყვნენ ხელოვნებით მეპრადაკი. ანუ კარვის ხელოსნები იყვნენ. პავლე მოციქულს ჰქონდა ხელობა. რომ ხელობა მდგომარეობს შემდეგში, კარვებს აკეთებდა, კერავდა. ძველად კარავი და ეს კარვის ხელოსანი ძალიან დაფასებული ადამიანი იყო, იმიტომ ადამიანები რომ მოგზაურობდნენ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქისკენ, არა დღეს ჩვენ ფუფუნებაში რომ ცხოვრობთ და წახვალ სადღაც რომელიმე ქალაქში გარყავს ნათესავი, არც ახლობელი, მაგრამ არის სასტუმრო და შეყვარდა იქ ხამის გაათი, ხო? ასე არ იყო ახლა ეს ინფრასტრუქტურა განვითარებული, შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მიდიოდნენ, იმისთვის რომ გზაში, ქუჩაში
გზა ღამე გაეთიათ, ყარვები ჰქონდათ. და შესაბამისად, ყარვებს ძალიან დიდი გასაღება ჰქონდა, პრესტიჟული სპეციალობა იყო, რომელთაც ადამიანს შეეძლო ლუკმაპური შოვნა. და პავლე მოციქულმა იცოდა ეს. და ახლა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. დღეს დედები და მამები არასწავლიან თავიანთ შვილებს ხელობას. ბევრმა მამაკაცმა ახლა ჩაქუჩის ლურსმანი რო დააჭირდოს ისიც კი არ იცის, ხო? ნატურა რო გადაეწვება სახლში, იქ მერე ელზე ინკალს უძახის, ხო ასეა. და მოკლედ აღარ გინახავთ დეტალებში ჩასვლა, ასე ვთქვათ, უხერხემლო ადამიანებს ძე რაც არის არასწორი, ხო? დედამ უნდა შეეცადოს და ასწავლოს საკუთარ შვილს ხელსაქმე, იქ მერე რა ქვია, სადილის გამზადება, რაღაც ძალიან ელემენტარულ რაღაცებზე საუბრობ, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე ყურადღება გასამახვილებელია და პავლე მოციქული ამის მაგალითს გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ პავლე მოციქულს არც სწავლა, არც განათლება, არც წარმომავლობა არ აკლდა, მან ხელობა იცოდა. ხელობა იცოდა და ის იყო ერთი გამორჩეული კიდე იმით, რომ ის საკუთარ თავს თავის ხელობით ირჩენდა. მას შეეძლო წმინდა წერილის მიხედვით თავისი ქადაგებით, მრევლის დახმარებით ეცხოვრა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით წმინდა წერილში წერია, რომ არაუკრაო, პირიო, ხარსო, რომელიცო მეკალოის ან რო ლეწავს კალოსო, ანუ ის რომ ლეწავს კალოს, იქ შეჭამოს, რომ ძალა მიეცესო, ხო? და ღისარიო, მუშაკიო, სასყიდლისაო. ანუ შეიძლება ადამიანს როცა სასულიერო პირების ეს ისეთ გენეული თემაა და მოდი ამასაც შევეხოთ, ეს ახლა განსაკუთრებით ესე გამძაფრებული ადამიანების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ უარყოფითი თვალსაზრისით ვამბობ. ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც სასულიერო პირებს წარუდგენენ, არის რომ ისინი ღვძლები ითხოვენ რაღაცას რა. რა თქმა უნდა, ერთი უნდა შევთანხმდეთ და უნდა ვიცოდეთ, საეკლესიო წესით და კანონებით სასულიერო პირსარაკ უფლება მოითხოვოს საეკლესიო წესისთვის გასამრჯელო. რომ მე ამდენი მჭირდება, ამდენი მომეცით, ამ შემთხვევაში მე დაგწერ ჯვარს, ავაგებ წეს, ვაკურთხებ სახლს, ვიკურთხებ ხატს, ჯვარს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სასულიერო პირს ამის უფლება არ აქვს. მაგრამ ამასთან ერთად სასულიერო პირს თუ ვინმე რაღაც შეთავაზებს, მას აქვს უფლება აიღოს. გამიგეთ? იმიტომ როგორც გითხარით, ანუ ადამიანი ტრაპეზს ემსახურება, ტრაპეზისგან შეიძლება გამოიკვებოს ესეთი პირობითად ითქმება. ოღონდ აქ არის ასე ზომიერება და რა თქმა უნდა, თუ რაც ადამიანს გაძლევენ, შეიძლება გამოართომაში ცოდვა არაფერი, მაგრამ მოთხოვნა არ შეიძლება რა. გამიგეთ? პავლე მოციქულს ეს შეეძლო, მაგრამ მან გადაწყვიტა და სხვა გზით ერჩინა თავი, იმიტომ რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჭამას ჭირდებოდა სმაც და ცხოვრებას და ასე შემდეგ ჩაცმა დახურვაც. ხო და ამისთვის თავის ხელობას იყენებდა, რომლითაც ისინი გაერთიანებული იყვნენ აკვილასთან და პრისკილასთან ერთად. თუმცა ისინიც მეკარვეები იყვნენ, ასე ვთქვათ. და ეთყოდა შესაკრებელსა და პირველ დასაკეთებდა პავლე მოციქული თუ გახსოვთ, სად მივიდა, როცა მიდიოდა მოციქულების რაღაც ქალაქში რომ მიდიოდნენ საქადაგებლად, პირველად მიდიოდნენ ებრაელთა შესაკრებელში. იმიტომ რომ ქრისტეს შობამდე ებრაელებს ერთადერთი ტაძარი ჰქონდათ, სადაც შეიძლება წვერის შეწირვა, მაგრამ სხვადასხვა ქალაქებში ჰქონდათ შესაკრებლები, რომელსაც სინაგოგები ერქვა. სადაც იკრიბებოდნენ მორწმუნე ებრაელები, კითხულობდნენ წმინდა წერილს და მეტ განმარტებებს, ხო? და თავიდან რაღაც ინერციით ახალი აღქმის ეკლესიის პირველი თემის ქრისტიანები, რომელთა ეთნიკური წარმომავლობა ძირითადად იყო ებრაული, ანუ ებრაელები იყვნენ, ისინი თავიდან გარკვეული პერიოდი დადიოდნენ ისევე სოლომონის ტაძარში, მიუხედავად იმისა, რომ მარცხორი ჯვარცმის დროს კრეცამბელი ორად გაიყო, დამთავრდა ძველი აღთქმის ეკლესია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველი თემის ქრისტიანები, ანუ მოციქულების მიდიოდნენ და ტაძარში ქადაგებდნენ და იქ იკრიბებოდნენ ხოლმე, ხო? და ეს ინერცია გაგრძელდა ქრისტეს შობამდე 70 წელს, როდესაც დაინგრა ტაძარი, იქვე ზორობაბელის აშენებული ის ტაძარი რომ დაიგრა, ამის შემდეგ უკვე თავისთავად ახლა მსხვერპლ შეწირვა ძველი აღთქმისა დასრულდა, ფიზიკურად ადგილიც აღარ არის, სადაც უნდა შეეწირათ და ამის შემდეგ უკვე ახალი აღთქმის ეკლესიის წევრები, ანუ ქრისტიანები იკრიბებოდნენ სხვადასხვა სახლებში და იქ აღავლენდნენ ლოცვას. იქ განტეხდნენ პურს, იქ ღებულობდნენ ბარძიმს, ანუ იქ ეზიარებოდნენ ხოლმე და თავიდან მოციქულები როცა დადიოდნენ, ებრაელები იყვნენ. ჩადიოდნენ ქალაქში, სადღაც იკითხავდნენ თუ სად იყო სინაგოგა, მიდიოდა იქ გადაგებდა და პავლე მოციქულიც ასე იქცეოდა და რომ ჩადის პირველად იქ კორინთოში, მივიდა მათ შესაკრებელში, ანუ მივიდა სინაგოგაში. და ოდეს მოვიდეს მაკედონიეთ შილა და ტიმოთე და აწევდა სული პავლეს და უწამებდა ხურიათა მათ ქრისტე იესოს. ანუ ჩამოდის მაკედონია. თქვენ ხო იცით მაკედონია არის დღეს სახელმწიფოსაც ქვია მაკედონია, ჩრდილო მაკედონიას ოძახია. მაგრამ ბერძნების მოსაზრებით მაკედონია იყო საბერძნეთის ნაწილი და თუ გახსოვთ ყველაზე ცნობილი მაკედონელი ვინ იყო? ალექსანდრე, ხო?
ალექსანდრე მაკედონელი, სწორედ მისი სამშობლო იქიდან ჩამოდის ორი მოციქული კიდევ 70-დანი, შილა და ტიმოთე, ხო? ტიმოთეს ვინ იყო? პავლე მოციქულის მოწაფე იყო და ჩვენ ვიცით რომ ტიმოთეს წერილიც კი მიწერა პავლე, რომელიც მერე შეტანილია წმინდა წერილში, ხო ასეა. და ამის შემდეგ ქადაგებენ, როგორც გითხარით, თავარი მოვალეობა ქრისტიანების სასულიერო პირების არის ქადაგება და პავლე მოკლედ ამ დავალებას კეთრის სინდისიერა და მოშინებით აღასრულებდა. ხოლო იგინი ვითარ უხდებოდეს და მომდეს განიბრა მათზე და სამოსელი თვისი და რქვამა ცისხლი თქვენი თავთა თქვენთა ზედა. უბრალოდ წავარ მე ამ იერითგან წარმართა მიმართ ვივიდე და ჩვენ ვიხედებით რომ ამ იუდეველთა განწყობა ისეთივე იყო, როგორი განწყობაც ჰქონდათ მაცხოვრი ჯვარცმის დროს, ხო? არის წმეს მაცხოვარი და რასაკეთეთ პავლე მოციქული? მტვერი დაიყარავო სიმბოლურად და თქვა რა ხო, თქვენ არ მისმენთ, არ გისმით ჩემი და წარმართებთან წავალო რა. წარმართები ვინ არიან? ებრაელთა გარდა, იუდეველთა გარდა, ვინც არის თელ მსოფლიოს, წმინდა წერილი წარმართებად მოიხსენიება რა. პავლე მოციქულს რას უწოდებენ კიდე? წარმართა მოციქულსაც უწოდებენ ახლა. იმიტომ პავლე მოციქული მოშურნეობით მოღვაწეობდა იქ, სადაც უმრავლესობა მოსახლეობისა იყვნენ არაებრაელები და მათ წარმართა მოციქულსაც უწოდებენ პავლეს. და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახსა ვისამე, რომელსაც სახელი ერქვა ტიტოს, ცისა იუსტოისა, ღვთისმსახურისა, რომელსაც სახელი ეზღვრებოდა შესაკრებელის ამას ხოლო კრისპოს, შესაკრებელის მთავარსაც წმენა უფალი ყოველთვის სახლებურით მისი და მრავალი კორინთელი ისმენდეს და წმენა და ნათელი იღებდეს. ებრაელთა ჩვენ კი ვამბობთ რომ იუდეველებმა არ მიიღეს ქრისტიანობა, მაგრამ იყო ბევრი იუდეველი, რომელიც ირწმუნა ქრისტეს და ერთ-ერთი იყო ასეთი კაცი, რომელიც იყო სინაგოგის მთავარი. ანუ ეს სინაგოგის მთავარი რას ნიშნავს? ანუ ადამიანი, რომელსაც ჩაბარებული ქონდა სინაგოგა, რომელიც აწესრიგებდა იქ მსახურებას, ვის უნდა წაეკითხა რაღაცა, მას იქ ქონდა გასაღები და ეს სინაგოგის მთავარმაც ირწმუნა თავის სახლებულითო და სახლებულში რა იგულისხმება, ჩვენ ეს ნათქვამი გვაქვს ახლა. ძველი აღთქმის პერიოდში, ანუ ძველად სახლებულში იგულისხმება დედა, მამა, პაპა, ბებო, შვილიშვილები, პატარები, დიდები და ყველას რწმენაო და ნათელი დღესო რა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვთა ნათლობა და ჩვილთა ნათლობა, რომელიცაც გარკვეული პერიოდი ებრძოდნენ ქრისტეს ეკლესიაში პირველ საუკუნეებში, იყო უსაფუძვლო, იმიტომ რომ პირველი თემის ქრისტიანებში პატარა ბავშვებიც იყვნენ, ანუ ჩვილებიც ინათლებოდნენ და ჩვილთა ნათლობა არის აუცილებელი ესე იგი წესი, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ და საეკლესიო კანონებშიც არის სპეციალური განჩინება კანონირებული, რომლითაც პირდაპირ ესე იგი დარეგულირებული ეს საკითხი ჩვილთა ნათლობის მოწინააღმდეგე ვერ არის ფაქტიურად ქრისტიანი, რა ვინც უარყოფს ჩვილთა ნათლობას, ის ქრისტიანობას უარყოფს, იმიტომ რომ ჩვილებსაც სჭირდებათ ნათლისღება იმისთვის, რომ ეკლესიის წევრები გახდნენ, ხო? თქვა უფალმა ჩვენები დღამე პავლეს და ნუგეშინი არამედ იტყოდე და ნუსდომი, ანუ პავლე მოციქული ჩვეულებრივი კაცი იყო, ხო ასე ვთქვათ, ის კი იყო განსაკუთრებული და გამორჩეული, მაგრამ ხორცში შემოსილი ადამიანი იყო და როდესაც მისი ნაამდეგ უამრავი ადამიანი სრულად იყო განწყობილი, მასაც გული ტკიოდა, შესაძლებელია გულში კიდეც ფიქრობდა გადავდგეს ნაბიჯი არ თქვა და უფალი ეცხადება და ანუგეშებს და ეუბნება ნუგეშინიო და არ გაჩუნდეო რა. ეს იცოდით, ყველა ჩვენთაგანს ეხება რა. ესე იგი მართალი სიტყვის თქვა არის ჩვენი ვალდებულება რა. ადამიანს უნდა ეშინოდეს ვისი? ერთადერთი არსება, რომელსაც უნდა ეშინოდეს ადამიანს, ეს არის ღმერთი. ღვთისშიში, მცირე განმარტება გავაკეთოთ, რა იგულისხმება ღვთისშიში? ღმერთის სახელს რო გაიჩინე, კაკალიკი არ უნდა დაიწყო, ვიმე რაღაცა, დამსაჯოს რაღაცა. უბრალოდ ღმერთის შიში იგულისხმება, რომ არ უნდა ჩავიდინოთ ცოდვა, რომ ამით ღმერთს გავშორდე. შეიძლება თქვათ, ასე შეიძლება სახელოდოთ და დავახასიათოთ ღვთისშიში. ხო, თორე დანარჩენი ახლა ღმერთი ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს და სწორედ ღმერთის დიდი სიყვარულისა გამო ჩვენ უნდა შიშობდეთ, რომ არ ჩავიდინოთ ცოდვა, რომ ის არსება, რომელსაც ყველაზე მეტად უყვართ, იმას რომ არ დავშორდეთ რა. რამე თუ მე ვარ შენთანა და არავინ შეუძლოს ბოროტისყოფა ჩენ და რამე თუ ერი მრავალი არ ჩემ და ქალაქსა მაშინა. დაინახეთ, ეს არის ოქროს სიტყვები, რომელიც ყველას უნდა გვახსოვდეს. მე ვარო შენთანო და ვერავინ ვერ შეძლებსო შენო დაგიშავოს რამე. აქ რა იგულისხმება პავლე მოციქული მერე დაიჭირეს. ახლა შეიძლება სიტყვით რო გაიგო, გამოდის რომ პავლე მოციქულს არავინ არ დამიკარებოდა და თავის ბუნებრივი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. პავლე მოციქული როგორ ასრულებს სიცოცხლეს? მას რაკენით თავი მოკვეთეს რა. და ამ სიტყვებს ახლა როგორ შეესაბამება ეს? აქ იგულისხმება სულიერად ვერავინ არ დაგაზიანებს რა. სულიერად ვერავინ არ შეგეხება და ვერ
განგაშორებს შენ სიყვარულსა ქრისტესა, ვერავინ ვერ გაგაშორებს და ვერავით არის ძალე, თუ შენ ღმერთი მთელი გულით და მთელი სულით გიყვარს, ხო და შეიძლება ახლა ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანს, მაგრამ ეს არც არ ნიშნავს, იმიტომ რომ სხეული მომაკვდავია და სულია უკვდავი და ჩვენ სწორედ სულს უნდა მოვფრთხილდეთ და სხეული წმინდაც უნდა დავიცვათ. სხეული კი მოკვდება, მაგრამ უფლის მეორე თმოსვლისთვის რა მოხდება? კიდევ გაერთიანება მოხდება, შეერთება მოხდება სულის და სხეულის და ღმერთმა ქნას რომ როდესაც ეს დადგება ჩვენი სულის და სხეულის ღმერთმა ქნას რომ ნეტარ და ტკბილი სასუფეველში იქნეს განწესებული ღვთის მიერ. იქნება ასეც იყოს რა. და დაყო მუნ 1 წელი და 6 თვე, წელიწად ნახევარი იყო პავლე მოციქული კორინთეში. აქ რას აკეთებდა? გადაგიბდა რა. დაუდუმებლად, მუხრჩაუხრელად შრომობდა ქრისტეს სამწყსოში. და ხოლო გალიონ თავარი იყო აქაიაისა. ზედა მოუხდეს ყოველი ეს გალიონი ვინ იყო მაინც რო იცოდეთ? გახსოვთ ესეთი ცნობილი კაცი იყო სენეკას უძახობდნენ რა. ეს სენეკას ძმა იყო ეს გალიონი რა. კი ბატონო. და ესე იგი მივიდნენ ამ გალიონი და დასმინეს ეს პავლე წელიწად ნახევარი წარმოიდგინეთ მეგაპოლიში დადის ვიღაცა იუდეველი, ხადაგებს, მოაქცევს და მივიდნენ ეს გაბრაზებული ტიპები ახლა რომელიც თავის სარეწავი დაკარგეს ახლა სამწყსო დაკარგეს რომლიდანაც ჭამდნენ და სვამდნენ ვიღაცა კაცი დადის და ეს რა გართმევს ხალხს და მიდიან გალიონთან და ასმენ და იტყოდეს ვით არმე თვინიერ ჯულისა ურჩიბწი ესე კაცთა მსახურებად ღვთისა. ანუ გართმევს ეს ხალხს ეს რა ვიღაცა არისო რა და ასეთი დამსმენები დღესაც არიან. ეს ხო იხედებით თქვენ რომ არის ადამიანები რომლებიც ცდილობენ ეკლესიას მოწაართვან შვილები. და რატო წაართვან იცი? იმდათ რომ საკუთარ ბანაკში გადაიყვანონ და საკუთარ ყანაში და ასე ვთქვათ სიმბოლოდ ბოსტანში აშრომონ და მერე უნდათ რომ მათი ჭამონ და სვან და კარგად მოილხინონ. ხო არის ასეთი უამრავი ორგანიზაცია, უამრავი პარტიები, უამრავი კაცები არიან რომლებიც იგონებენ ახალ-ახალ რაღაცა მოზღრებებს და მოსაზრებებს და ფილოსოფიურ მიდგომებს და პარტიებს აარსებენ კიდე ნაწილმაზე რომ ამოდის სოკუ მე მგონი იმდენი სოკუ არ ამოდის ამდენი პარტია საქართველოსია რომ ამათ უნდა ყველა თავის სარეწავი ქონდეთ რა და ასე დამსმენები დღესაც არიან ჩართით თუ გინდა ტელევიზორზე ესე იგი ტიპები ღამე არძინავთ რომ რაღაცა მოიგონონ ისეთი რომ ეკლესიაში შტილი მიაყენონ და ტალახი ესროლონ. ხო, რატო? იმისთვის რომ იციან რომ თუ ადამიანი ღმერთთან არის მათთან გამოდის რომ მათ საქმეს არ გააკეთებს ღვთისმსახური ადამიანი რა თქმა უნდა ღმერთის სამშობლოს და ადამიანის წინამძღოლებს არ გააკეთებს და თუ ღმერთს ჩამოაცოლებ და განაშორებ ადამიანს იმას მე რაღაც სამშობლო აღარ უყარს და აღარც ადამიანი არ უყარს ეგოისტად და ეგოცენტრისტად ყალიბდება და ასეთი ვიღაცები დღესაც მრავლად არიან. მაგრამ ეს უნდა ვიცოდეთ რომ ძველ რომში ცხოვრობდნენ რომაული კანონმდებლობით რა რომაული კანონები რომელიც საფუძველია დღეს იურისპრუდენციის იქ წერია რომ თუ ადამიანს ბრალს უყენებენ არ უნდა განსაჯო ადამიანი სანამ ბრალდებულსაც არ მოусმენ. გამიგეთ? დღეს ახლა ეს პრინციპი ავიწყდებათ ახლა რა გამოდიან ტიპები ბრალდებენ ადამიანებს მარტო ბრალდებები კი არ მოსამართლეებიც არიან პროკურორებიც და მე ჯალათებათა თავს წარმოადგენენ და დაიწყებენ ადამიანზე ლაპარაკს ყველაფერს რო იტყვიან დააფინიშებენო და ძველად ასე არისო რა თუ გახსოვთ თქვენ ახლა ფორმალური რაღაცა სასამართლო პროცესი მაცხოვრისთვისაც ჩატარდა ხო იქ პილატემ რომ მოიყვანა ბრალდებელი წარმოადგინა მაგრამ ჩვენი სასამართლო როგორც სასამართლო მე რა ვიცი საშინელებით დამთავრდა განკაცებული ღმერთი ჯვარზე გააკრეს ადამიანმა საკუთარი თავი დაიწყევლეს და თავარი ის არის რომ განკაცებულმა ღმერთმა მიუხედავად იმის ეშმაკი ფიქრობდა რომ მე ამას ახლა ჩავიყვან ჯუჯუხეთში და მიუხედავად დამარცხდა და მორწმუნე ადამიანს სასופველი გაიყო ხო ხო მოკლედ მიდიან გალიონთან და გალიონს მოკლედ გალიონი ასეთ რაღაცას ამბობს და ვითარცა ეგულებოდა პავლეს აღებად პირისა თქვა გალიონ ხურიათამად უკეთუნცა იყო შეცედებათაგანი რაიმე ძვირისაქმე ბოროტი ხოი ხურიანო სიტყვისა მისებცა თავს ვიდევ თქვენი უკეთუ ძიებაი რაიმეა სიტყვისათვის და სახელებისა და ჟულისა თქვენისა თქვენ იხილეთ რამეთ მე საჯულ ეგევითართვის არა მნებავს ყოფა გალიონი გონიერი კაცი იყო და ეუბნება ებრაელებს თქვენ თუ ახლა რაღაც თქვენი რელიგიურ თემებზე რაღაცებს მესაუბრებითო მე ამაშიო კომპეტენტური არ ვარო რა რელიგიური თემებს მე როგორც ქვეყნის და მოკლედ ამ ხარის გუბერნატორი და მმართველი არ ვერევიო რა ანუ ამით ჩვენ რას ვგებულობთ რომ რელიგიურ საკითხებში ჩარევის უფლება ესე იგი სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენელს არ აქვს არ აქვს უფლება ეკლესიის საქმეებში ჩაერიონ და გალიონი სწორედ ასე იგი და განასხნა იგინი საყდრისაგან და გალიონი მაგ ესენი გაყარავ
გაღავში და მაშინ შეიპყრის ყოველთა წარმართა სოსტენი შესაკრებელის მთავარი და სცემდეს საყდარსა წინაშე და არ არასა ზრუნავდა ამათან გალიუნდა ბოლოს ის ხო იცი გაბრაზებულმა ხალხმა ცხოველაფერი ვერ გააკეთეს დაიჭირეს ეს სოსტენი და ცემეს იმას ან რო იტყვიან ორთქლი გამოუშვეს რა ჩვენ ხო ვიცით ხოლმე რომ არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ვიღაცა რაღაცა საშინელებებს ჩადიან და იმის ნაცვლად დამნაშავე დაიჭირა უბრალოდ კაც რო გადაატეხავენ ხოლმე ამას ხო ჯობს ახლა ასეა და მოკლედ ესე მოყვა ეს გაჭირებული რა ეს პატიოსანი კაცის სოსტენი რომელიც მე ახლა გაბურუტებულ ადამიანებს დაიჭირეს და ცემეს ხოლო პავლე დავეღა ადგრა მრავალ დღეც მათა თანა და მე მეიჟვნა და გავიდა ნავით ასურეთა და მისთანა პრისკილა და აკვილა ხოლო იკვეცა მან თმაი კენქრეს რამე თუ აღქმაი აღებდა რა თმის შეკრეჭაზეა საუბარი ებრაულ ჟულში იყო ასეთი მოსდესა პრაქტიკა ნაზორველობა გაიგიათ ალბათ რა ადამიანები დებდნენ აღთმას აი მაგალითად რომ თმებს არ შევიკრიჭავ ერთი თვის განმავლობაში და ის რომ გადიოდა დრო მე იქნებავდნენ თმას და სწორედ ასე გააკეთა პავლე მან დადებული ქონდა ნაზორველობის აღთმა პავლე მოციქულს და თმა შეიკრიჭაო რა ხო და დღეს ახლა სამწუხაროდ ადამიანები რაღაცა პირობებს დებენ და პირობებს არ ასრულებენ ჯერ ეგერთი ვიცოდეთ რომ უნდა ვიცადოთ რომ რაღაცა პირობები და ფიცები არ უნდა დავდოთ რა მაგრამ წინა წელში წერია რომ აუცილებლად უფალს აღნაქვამიშენიო რა ამ როდესაც დაპირდები შეასრულებო რა თქმა უნდა აქ იგულისხმება სწორი რაღაც აღქმენ თუ მაგალითად ადამიანი ახლა დადებს პირობას რომ მეცოდვას ჩავიდენო რა თქმა უნდა ეს პირობა არ არის ღვთის წინაშე ქრაფეშვაში არ არის ეს შეშმაგდადებული ხელშეკრულება რომელიც ყველა დაგვიფაროს და თუ ასეთი რაღაც წამოსდა ადამიანს რა თქმა უნდა ის უნდა დაარღვიოს და არ უნდა შეასრულოს მაგრამ დანარჩენი ახლა რო დაპირდებიან ხოლმე ღმერთს რო აი ცხვარს კავალიმით დაუკრავდა რაღაც ის არ არის სწორი ახლა არ არის მაგრამ მიუხედავად იმის არ არის სწორი და ძველი ესე იგი დროების ის იყო რა პრაქტიკა მიუხედავად ამისა მაინც თუ დადებს ადამიანი რაღაცა პირობას უნდა შეეცადოს და შეასრულოს თუ ვერ შეასრულებს ამის ასეთ უნიკალური საშუალება ახსარება სადაც მივა ადამიანი იყოს ახსარებაში და მოინანიებს და რაღაცა დაპირებულის ნაცვლად ელემენტარული მცირე რაღაცას გაიგებს ახლა რა ამდენ უნდა შევეცადოთ რომ პირობები არ დავდოთ უბრალოდ ჩვენ ყველას დადებული გვაქვს პირობა ნათლობის დროს რო ვიცხოვროთ ქრისტიანი და ვიქნებით პატრიოტანი ადამიანები ეს პირობა დადებული გვაქვს რომელიც შესრულების ზალა ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს მიმოცეს რა და მოიწია ეფესოდ და იგინი დაუტირვა მუნდა იგინი შევიდა შესაძლებელსა და ეზრა ხურიატო ისევ ჩადის ეფესოში ესეთ ერთ-ერთი უძველესი ქალაქია რომელიც დღეს სამწუხაროდ დაპყრობილია და რა ვიცი დაკნინებულია დღეს მცირე აზიაშია თურქეთის ტერიტორიაზეა ეს უძველესი და ძალიან კულტურული ქალაქი ქრისტიანული ცენტრიც იყო დიდი ხნის განმავლობაში ну სამწუხაროდ ახლა ეს არაფერი არ არის და იქაც იყო შესაძლებელი და როგორც გითხარით როგორც ტრადიცია იყო პავლე მიდის შესაძლებელში დავით არცა იგინი ლოცვიდეს უმეტესღა რაჟამს დაგვრომათ მათთანა და არაინება არამედ იჯვნა მათგან და თქვა ჯერა ჩემ და დღესასწაულს ამას მომავალს აი იერუსალიმის აღსრულებად და ყვალად მოვიდა თქვენ და ნებითა ღვთისაითა და შევიდა ნავსა ეფესოით და შტავიდა კესარიად ანუ ახლა სანამ გავაგზელებ ახლა რამოდენიმე მხრივ დაგვრჩა საქმე მოციქულიდან ირკვევა რომ პავლე მოციქულმა სამი მისიონერული მოგზაურობა შეასრულა ამ მისიონ მოგზაურობაში რა იგულისხმება როგორც ითხარით თავარი მოვალეობა რა არის სასულიერო პირის ქადაგება ხო პავლე მოციქული ამას ასრულებდა და დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და ქადაგებდა ქრისტეს გულსა ერთხელ შეასრულა მეორე და მესამე ახლა მეორე მისიონერული მოგზაურობა მისი დასრულდა ეფესოში და მიდის იერუსალიმში ახლა რა რატო არ იქადაგა ეფესოში და დიდხან რატო არ გაჩერდა პავლე მოციქულს ასე სიტყვები აქვს ის ადგილი სადაც ვიღაცას ჰქონდა აქ ნაკადაგები მიაგვი და მე სხვისო იმაშიო ნაკადაგებში არ შევდივარო რა ეფესო გამზადებული იყო იონე ღვთისმეტყველისთვის იონე ღვთისმეტყველი უნდა ჩასულიყო და შესაბამისად პავლე მოციქულმა ის იყო სულიწმიდის მადლით აღწილი კაცი არ გაჩერდა ეფესოში და მიდის იერუსალიმში და შტავიდა კესარია და აღვიდა და მოიკითხა ეკლესია და შტავიდა ანტიოქია და დაყო ჟამი რაოდენიმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომ და გალატელთა სოფელსა და ფრიგიაისა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა ხურიაი ვინმე აპოლო სახელით ალექსანდრიელი ნათლისავით აქ ახლა მის მოგზაურობის დროს ხდება ვინმე კაცი რომელიც სახელით იყო აპოლო და მითითებულია ალექსანდრიელი ნათლისავით რა იგულისხმება მაშინ ზოგადად რო იცოდეთ ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურული ცენტრი განათლების თვალსაზრისითაც სულიერების თვალსაზრისითაც იყო უძველესი ქალაქი ალექსანდრია. ალექსანდრია რით იყო გამორჩეული? იქ იყო
ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა, რომელსაც რამოდენიმე საუკუნე ანადგურებდნენ ალექსანდრის დამპყრობელი არაბები. და რისთვის იყენებდნენ ამ უძველეს ფოლიანტებს, იქ შენახული იყო უამრავი წიგნები, უამრავი გრაგნილები, ეტრატზე დაწერილი, მასე რა ქვია, პაპირუსზე და ძალიან ზღვა მასალა იყო და იყენებდნენ რისთვის? აბანოს გასათვალად. წარმოიდგინეთ, რამდენი ძვირფასი წიგნი განადგურდა, ეს წიგნს ახლა როცა ვამბობ, მე ახლა გულისხმობ შეიძლება გრაგნილები, სახით იწერებოდა თავიდან, მე ახლა წიგნის ფორმა რომ მიეცა, ასეთები იყო თავიდან იყენებდნენ პაპირუსის, მე იყენებდნენ ტყავს, ეტრატს, მე ფურცელი წიგნა, ეს უამრავი იყო მასალა და ეს არ მოიდგინე, იმდენი ხანი იყო, რომ რამოდენიმე საუკუნე თბებოდა ალექსანდრის აბანოები, ალექსანდრის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი ამ უძველესი ხელნაწერები. წარმოიდგინეთ და იქ ვინ ცხოვრობდა, ითვლებოდა რომ ძალიან განათლებული ხალხი იყო, აპოლო ძალიან განათლებული კაცი იყო, იმიტომ არ იქ მითითებული, რომ იყო ალექსანდრიელი იყო ნათესავით. თქვენ რო იცოდეთ, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში იყო ძალიან ბევრი ებრაული თემები და აბა ვინ გახსენდებათ ერთი ებრაელი, რომელზედაც მითითებულია წმინდა წერილში, რომელიც იყო სწორედ აი იქიდან აფრიკის ჩრდილოეთი ნაწილიდან. აბა თუ გახსენდებათ ესეთი კაცი ვია დელაროსა დღეს რომ დაარქვეს გზა, ვნების გზა, რომელზედაც მიდიოდა მაცხოვარი. მაცხოვარი ჯვარი ტარებაში ვინ მიეხმარა? სიმონი, ვინმე კვირინელიო. ეს კვირინეა სწორედ იქ იყო რა. იქიდან იყო ის ამოსული და ჩამოსული იყო ის იმაში იერუსალიმში, გამიგეთ? და შესაბამისად, რისი თქმა მინდა, რომ ებრაელები ბევრი ცხოვრობდნენ ალექსანდრიაში და საკმაოდ ისეთი პრივილეგირებული მდგომარეობა შემყოფებოდნენ ისინი, რა. და მოვიდა ეფესოით და ძლიერი იყო წიგნთაგან, ეს იყო სწავლული გზათა უფლისათა და მდღუარე სულითა. ეთყოდა და ასწავიდა ჭეშმარიტად იესოისი და იცოდა ნათლისმცემელი, ხოლო იოანეს ამან იყო განცხადებად შესაკრებეს, ანუ იოანეს ნათლისღებაში რა იგულისხმება? იოანე რა წესასრულებდა? იოანე ნათლისმცემელიზეა საუბარი. ის იყო სინანულის ნათლობა იყო რა გაგები. ეს იყო ძველებრაული, ეს დღევანდელი ახალი ათმისეული ნათლისღება არ იყო. ეს იყო წესი, რომელსაც ასრულებდნენ ებრაელები, განწმენდის წესს უძახოდნენ, მიყვას უძახოდნენ, ეს მიკვის წესი იყო. ანუ ებრაელები მიდიოდნენ, ამბობდნენ, აღიარებდნენ თავის სოდვას და წყალში განიბანებოდნენ სიმბოლურად, როგორც ფიზიკურად წყალი აშორებდა ადამიანს სიბინძურეს, ასევე უკეთ ისინი განიწმინდებოდნენ თავის სოდვას აღიარებდნენ, ხოლო ახალი აღთმის ნათლისღებაში რაღებულობს ადამიანს. იქ ფაქტობრივად სოდვები მიეტევება ყველაფერი, მარტო აღიარება კი არ არის, თვითონ ფიზიკურად წყალში ხდება ნათლობა, მაგრამ სულიერად ადამიანს სოდვები ეპატიება და მე კიდე რომელიც საიდუმლოში ღებულობ ჩვენ მონაწილეობას ნათლისღებასთან ერთად. მირონცხებას, როდესაც ადამიანზე გადმოდის უკვე სულიწმინდა, ადამიანს ეძლევა ნიჭი, ანუ უნარი, იმისა რომ სულიერად გაძლიერდა და აღორძინდეს, ხო? ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის ესმა მისი აკვილას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და ჭეშმარიტესად უთხრეს მას გზა უფლისაი. ან მანაო არ იცოდა ვარ და პრისკილამ და აკვილამ ეს ცოლქმარი იყვნენ, გამორჩეული ადამიანები, რომლებიც იყვნენ პავლეს მოწაფეები, სულიწმინდის მადლით გაძლიერებულები, ეკლესიის გულხურვალე წევრები და მათ იქადაგეს, ამით ჩვენს გვასწავლის კიდე წმინდა წერილი. ქალებსაც აქვს უფლება რომ ადამიანებს ორი მიმართულება მიცეს ახლა რა დღეს ჩვენ რო ახალსა ბრალს ვგდებენ რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში მყოფებიან ქალები და თქვენ რაღაცა ძებძე ყვილი ახლა აი მაგალითად აკვილიას და პრისკილას მაგალითად ჩვენ ვხედებით რომ პირველი თემის ქრისტიანებშიდაც გამორჩეული როლს ასრულებდნენ ქალები და მათაც რაღაც სერიოზული დატვირთვა და ნიშნულობა ჰქონდა მათ ყოველგვარ მიმოსვლას და აი ახლა მაგალითად აი ამ ადამიანის მოქცევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ ორმა ადამიანს დავითარცა იგი ეგულებოდა აქაია წიასვლა გუბზანის ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარება იმისი რომელი მოვიდა და შეეწევდა მოწმენდათა და ფრიად მადლსა მის მიერ რამე თუ ძლიერად ფურიათ ამათ ამხილებდა ერთსა წინაშე და უჩვენებდა წიგნთაგან ვითარმე დას ქრისტე იესო და ამ სარეკომენდაციო წერილი გაატანეს და ამ ადამიანს ამ ორმა გამოჩენილმა ადამიანმა პრისკილა და აკვილამ და უთხრეს რომ ეს არის ქრისტიანი, ქრისტეს ჯურის მხადაგებელი, უამრავი ადამიანი მოაქცია ქრისტეს ჯურზე და ქრისტეს მტრები კიდევ ამხილავ. მოდი მოკლედ ესე დასრულდა მე-18 თავი, რომელიც ჩემი აზრით ზოგადად ყველა წინათეში ყველა თავი და ყველა მუხლ ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა, ესეც საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ და მეტი შეწევით მოგცეს ზალა რომ გავაგზავნოთ ქრისტიანულ ცხოვრება, ვიცხოვროთ ქრისტეს ჯურის მიხედვით და ღმერთი მოგცეს ზალად მომავალ პირებშიც გავაგზავნოთ საუბარი.